ახალი წელია და ბროები მივფრინავთ. რა სად მივფრინავთ? ამსტერდამში. 10 საათზე ავფრინდებით და ჰაერში მოგვიწევს ახალი წლის შეხვედრა. და იმედია ფლუგენგეგეხოლენი აქ-აქ არ მოგვივა. ფლუგენგეხოლე. შემოვიტანეთ ფლუგენგეგეხოლენი. ან იმედია მოგვივა და საინტერესო კონტენტი იქნება. ძალიან საინტერესო ექსპერიენსი გველოდება მგონი. ყურადღება მგზავრებს ვინმოთ ამსტერდამის მიმართულებით, რომელთა ადგილებით მდებარეობს ზონა 1-ში, ხოთ მომზადეთ ჩასწრებისთვის 100 მეორე გასასვლელთან. ეხლა უნდა ჩავსხდეთ, საინტერესო რა იქნება თვითონავში, ანუ რამე დაგიგმილი აქვს თუ არა რა. დაითვლიან 10, 9, 8, 7 და კილოცავთ ახალ წელს. აზერო. კიდევ ახალ წელს ასეთი ტრადიცია არსებობს უცხოეთში, ერთმანეთს კოცნიან. ჩვენ მაქსიმუმ მოდი გამოგიგზავნე. გაიგეთ ტრაქში. მიშა ამბობს რა ლამაზი გოგო იყო. მიშა ვიზეთ თქვი ლამაზი გოგო იყო. ბორტ გამოცდილებული. თმისფერი ამდენ რა ქონდა? შავი. რა ცელობდები 2026-ისგან? რავი, ცოტა დავიკლო ტონაში მეც მინდა. და ჯანმრთელობა გამოვასწორო. ხო, აი ჯანმრთელობის გამოსწორებას ამსტერდამში როგორ შევძლებთ არ ვიცი. დიდი ალბათობით უფრო გავიუარესებთ. ხო, არა მგონია. აი ასე გვესალმებიან. პიუტი. საყვალობა ძალიან. დაჯავშდეს ტრაქში ადგილები. ხო, ტრაკი ზოგადად აი უსაფრთხოა ისე. უსაფრთხოა ტრაკი, ხო. ჩამოვარდით უსაფრთხო. კაცურად ჩავდოთ რა, ასე ყურა საიდით. ავი მიო. გიხსენთ. მიშა ყველაზე კაი ახალი წელი რა გახსენდება? არ თქვა ეს. ის მინდა. ეგ ისტორია არ მოყვა. ხალხმა არ გაიგო. მაგრამ ყველაზე უცნაური უეჭველი ეს იქნება. ნუ არაორდინალური რა, თვითფრინავში პირველად ხვდები მე პირადად ახალ წელს. ხო, და ზოგადად მთელი 7 დღე უნდა იყოს მაქსიმალურად გართობა, დალევა, ამწყარი, ყველა დღე ახალი წელი უნდა. კაი ყოჩა, კაი ნათქვამი, შენ იცი, კაი რაღაცების თქო. ქართულში არ მეშლამ. ისე რო თქვით რომ იმას მაჩუქებ, გრამატიკის წიგნს. ბიჭო, ვერ ვიშავეთ ისეთ გრამატიკის წიგნი. სადაც ქართული შემთხვევით ისე იქნებოდა ახსნილი, რომ შენ გაიგებდი. შენ გაჩუქებთ, აი ამსტერდამში ვიყიდით ჩემთვის აჩუქ. კაი. 1 საათი. 10 წუთის მეხო. ამასობაში ჩვენი არხი გამოვიწერეთ, სანამ ჩვენ ჰაერში ვიქნებით. Number above you. მიშამ სამგზავრო დეკედა აი ასეთი ტელეფონი სამაგრე. მოხერხებული ბეჭია. პირბადი რატო გიგეთია? იმიტომ რომ გავცივდი. და ჩვენი თვითმფრინავი ასეთი ცარიელია. სანამ ბიჭები დაკავებულები არიან, მე ვიტყვი რომ ჩემი 2026 წლის რეზოლუცია არის სახლის რემონტის დასრულება. წელს მაინც დავიღალე უკვე არ შემიძლია სახლში მიდაცხოვრება. მე მინდა მქონდეს ტკბილი სახლი და იმედია მექნება. რა თქმა უნდა, ჯანმრთელად ყოფნა ჩემზე არა დამოკიდებული, მაგრამ რა ჩემზეა დამოკიდებული მეცდები. ახო კიდევ ერთ დავამატებდი მანჩესტერზე რამეს, მაგრამ ეგ ჩემზეც არაა დამოკიდებული, რა ვიცი, მაგაც საშუალო ხო არ არის. ფიზიკურად არ არის. რუსთან ვერ მოიგეს გუში. აი რანაირად просто 2026-ის რეზოლუცია იქნება პირველი დავიკლო ზონაში. ალბათ ეგ სამების გვეხება, მაგრამ მე პირადად ეგ ძალიან მინდა. მეორე მინდა რომ ჯანმრთელობას მივხედო. მესამე პუნქტი ალბათ იქნება რომ გავაორმაგო ჩემი შემოსავალი, ან 1.5 მაინც რო იყოს. პირველ რიგში არის რომ ჩემს ფორმას დაუბრუნდე, ფორმას გულისხმობ ფიზიკურ ფორმას, ანუ სპორტულ ფორმას დაუბრუნდე და მეტი ფინანსური სიმყარე რა. მეტი იდეაში არაფერი. სიყვარულიზებნას არ ვაპირებ, იმიტომ რომ მაგიზებნას აზრი არ აქვს. გასაფერადებელი ქაღალდები დაგვირიგეს, აი? მიშა, შეგვიძლია მე რამე ვენაში გადავიდეთ და შენი ნახატები აჩვენო ვენის სამხატვრო აკადემიაში. არა, ფარემ ვან გოგის მუზეუმში ამას დავტოვებ. მოკლედ, მე და ჩემი მეგობარი ვთამაშობდით ჭადრაკს, აი ასე, როდესაც გამოიყურება. და ამ დროს მოვიდა გამცლებელი და გვეუბნება, რომ ერთი რაღაცა დაგვრჩაო, რომელსაც მივირთმევთ სახალხოდ, აი ესო. ეს არის ვაშლი და აი ამაში არისო, ჩაქარი და სინამონი, ჩააწუწო ამაში და უნდა მივირთმევო. მიშას საერთოდ მე საჭმელი. მაგარია. მოდი გავსინჯო და ვნახოთ როგორი იქნება. საკაიბოა. საინტერესო ის რა არის? ბოლო გვაქვს დარჩენილიო. ახალ წელს მივირთმევთ რა? მომიტანა შენ. და მომიტანა მე. იყო ჰოლანდიელი ეს კალბატონი. უეჭველი კურსიჩის რეკლამა ქონდა ნანახი და ახალი წლის შემოსვლამდე დარჩა დაახლოებით საათნახევარი და მანამდე შემოქმედებითად ვართ რა. მიშა იქით ხატავს. ჩვენ ჭადრაკს თამაშობთ. კოსტა ცხოვრებაზე ფიქრობს. მოკლედ დამჭირდა ნახევარი საათი. აი ეს ხელოვნების ნიმუში. აი გადახედეთ. ეს ჩვენ სამი დარჩა სულ რაღაც 5 წუთი ახალ წლამდე საქართველოს დროით. რა სიტყვი? ბიჭო, მე უკვე გამოვხიზლდი და მოდი მოვიყუდოთ ეხლა თანდათან, ხო? ეს უნდა არაფერი არ არის. 10 წელი გვაქვს. კაცზე. ეს არის წვენი YouTube-ო. წვენია ეს, არ არის სასმელი. პილოტმა ხო გაგვაფრთხილა ერთი
10 წუთის წინ ტურბულენტურ ზონაში შევდივართ, რა შეგვაკვევინეს ღვედები. ასე რომ უნდა დაგვიფრენია ჯერ. რაც ავფრით თვითონ მე როგორ მარტო. In Georgia, the party can begin. For all those people back home, Happy New Year. We have to wait 3 more hours. ჩვენ რო ჩავალთ, ეგრევე ჰოლანდიაშიც ახალი წელი იქნება. Idons out. Aha, sales. მადლობა. ისე მე მეკუთვნე რომ რამე საჩუქარს გაჩუქებ. ძალიან კაი ჟესტი იყო. ზუსტად 12-ზე გვითხრეს რომ საქართველოში დადგა ახალი წელიო, მოგვილოც ეს და თვითონ დანაკლიანებულებმა აღნიშნეს რომ 3 საათში დაუდგებათ ახალი წელი. მეორე შევხვდით ახალ წელს ერთს ამსტერდამში და ერთს საქართველოს დროით არ ვიცით სადღაც ჩეხეთის თავზე. ეხლა კიდე თვითმფრინავით ვერ გავდივართ, იმიტომ რომ ყველა ზედმეტად დაკავებულია აღნიშვნით, დალევით, გართობით და ჩვენც არავის აქვს ძალიან რომ გაგვიყონ და გაგვიშონ, მაგრამ ეთლით ჩამოვედით. ის დაფიქსირეთ? ფეირვერკები ჰაერით ზემოდან. კი. ჯერ მაგარი იყო, ხო? და მოკლედ ტაქსი ვიძახებთ, იმიტომ რომ გვეზარება ხა მატარვლით წვალება და რაღაცები, მალე გვინდა მივიდეთ სასტუმროში, გამოვიცვალოთ რაღაც და მე კარგად შევირგოთ ახალი წელი რა. ჩემგაცმა გვედი გაგვაკეთებინა ყველას, უკანაც წინაც. ამის მანქანა სულ რატო წრივინებს? სად შემიძლია ჩემი აკვამეთ ჩემი კახილი არ აღმოჩნდა ახლა ეხლა. ბიჭი. მოკლედ მოვედით და გეფიცები, აი ამ წამს არის 2:15 წუთი რა. სასტუმროსთან მოვედით და ამ დრომდე არის ფეირვერკები. ამ დრომდე. და ესე ჩვენი სასტუმრო ჰოლიდეი. მოდი შევიდეთ და ეხა მოწესრიგდეთ. სადა გარდანთება? უი ხო, სახალხო ისო არის, ხო? კი, გაია. So, it's ეგ სხვა ოთახის ხო არა? სხვასთან შედიოდი? აი ჩვენი ოთახი. ეს რა არის? ცალცალკე არის, მაგრამ რო რამე შემიძლია გადმოვტრიალდე, ხო? აი, აბა ხედი ვნახე. არანაირი. არა, რა სერჩი. და ეს ყველაფერი 7 დღე, რამდენი დაჯდა? 3100 ლარი.